რჩევა სამყაროსგან თქვენთვის. მოგესალმებით, მე ნინო ვარლეჟავა, თქვენ ჩემს YouTube არხზე ხართ. გამოიწერეთ არხი იმისთვის, რომ კონდეს ერთმანეთთან შემხებლობა, არ დავკარგოთ ერთმანეთი და ასევე ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობებისთვის, ჰარმონიული ურთიერთობებისთვის სიმბიოზი. და რა არის ჩემთვის მადლიერების ყველაზე დიდი გამომხატველი ფორმა თქვენგან. ეს არის გაზიარება, რა თქმა უნდა, რაც ეხმარება როგორც ჩემს YouTube არხს, ასევე მზის ადამიანის გვერდს იმისთვის, იმაში რომ კიდევ უფრო მეტად გაიდგას თავისი მაგიური ფესვები ჩემმა გვერდმა და YouTube არხმა. YouTube არხზე უკვე თითქმის 23,000 არ მახსოვს ზუსტად გამომწერი, ძალიან დიდი მადლობა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა კი ვნახოთ ესეთი მაგიური გაშლა შემდეგ თემაზე. და თემა არის ასეთი: მესიჯი სამყაროსგან. მესიჯი გაფრთხილება სამყაროსგან ხომ? ვნახოთ რომელ ტონალობაში გვიამბობს სამყარო იმ ინფორმაციას, რომელიც მე ახლა თქვენთვის უნდა წავიკითხო. ძალიან კარგი. ვარიანტი პირველი, ეს თქვენ. ვარიანტი მეორე, ესეც თქვენ. და ვარიანტი 3, ესეც თქვენ. აი, 3 არკანი, 3 მესიჯი. გავანათებ ცოტას. აი ასე. 3 გაფრთხილება. პირველი ვარიანტი გვექნება ამონიტი. მეორე ვარიანტი გვექნება დალმატინი იასპი და მესამე ვარიანტი გვექნება წითელი იასპის ამონიტი. წითელი იასპის ნიშა რა სწორი ფორმაზე. აი, 3 ვარიანტი არის თქვენს წინაშე. ახლა დახუჭეთ თვალები. კონცენტრირდით და კითხეთ სამყაროს, შენ რა მესიჯი გაქვს ჩემო ძვირფასო სამყარო ჩემთვის? მესიჯი თუ გაფრთხილება? და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი მომენტალურად მიიწებებს თქვენს მზერას. შეგიძლიათ თითით აჩვენოთ. შენ გირჩევ. ძალიან კარგი. ვარიანტი პირველი. ამონიტი, ვინც ვერ მოასწავეთ არჩევა, არ აუშავს, თავიდან გადმოხვეთ, დააპაუზეთ ეკრანი და ისე აირჩიეთ. პირველი ვარიანტი, მესიჯი თუ გაფრთხილება. ეს არის გაფრთხილება. ეს არის გაფრთხილება თქვენთვის, ეს კონკრეტულად ასეხება თქვენ შემთხვევაში პირველი ვარიანტი. ძვირფასებო, გაფრთხილება არის თქვენ შემთხვევაში. თან გაფრთხილება არის ძალიან კაცრი. ფრთხილად იყავი ვინმე პენტაკლების რაინდ. თან ეს არის ფიგურული არკანი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ატრიალებს თავის ინტერესების ირგვლივ, თავის საკეთილდღეოდ. ეს ეხება ყველაფერს და განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსებს. იმიტომ რომ ძალიან ინტენსიურად ამოდის აქცენტი ფინანსურ ენერგიაზე, თუმცა კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ტიპის ენერგია, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ადამიანს თქვენგან უნდა. გაფრთხილება არის შემდეგი: შენ ყველაფერი არ იცი, შენ რაღაცას გატყუებენ, შენთვის ყველაფერი ცხადი არ არის, შენთვის ყველაფერი გასაგები არ არის და იქ სადაც შენ გონია რომ საფრთხე არ არის, ზუსტად იქ იმალება საფრთხე. მე რა შემიძლია გითხრათ ამ შემთხვევაში, ხო? არავით არის საეჭვო გარიგებები, ხელმოწერები, საეჭვო გადარიცხვები, ტრანზაქციები, საეჭვო სესხებები განსაკუთრებით, ხო? საეჭვო როგორ იციან ხოლმე, ბანკში თავდებად დამიდექი, ხო? ესეც ამ ინფორმაციას ეხება. აუცილებლად დაგიბრუნებ თანხას. ეს იქნება
ძალიან დიდი ტყუილი. ასევე ნებისმიერი საეჭვო ურთიერთობები საეჭვო კომპანიებთან, ადამიანებთან, საეჭვო პირობებზე, ხო? აი ძალიან ფრთხილად იყავით ყველაფერი იმაში, რა საინტერესოა რაღაცები ხმაურობენ ჩემს ოთახში, ჩემი ყურადღება მიიპყრეს. გასაგებია. ერთ-ერთი სტუმარი მესტუმრა და ხმაურობს. მოკლედ. ფიზიკური ისეთი სტუმარი არ არის. მოკლედ, შემოძრფასება. რა შემიძლია გითხრათ ამ შემთხვევაში? ესეც ნიშანია. ესეც ნიშანია. ნახეთ. ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრჭყვინავს. ყველაფერი ისეთი უვნებელი არ არის, როგორც ამას გაჩვენებენ. იყავით ფრთხილად. იყავით ძალიან ფრთხილად. იმიტომ რომ შედეგი შესაძლებელია ძალიან არასასიამოვნო, ძალიან მსუბუქად ვამბობ, იყოს თქვენთვის. 100 ჯერ გაზომეთ, არა 1000 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. აი ეს არის ჩემი რჩევა თქვენთვის. რაღაცას გატყუებენ, რაღაცას გიმალავენ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გაწვდიან. პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი ყურადღებით იყავით. დაგემშვიდობებით. ცოტა მძიმე ინფორმაცია წამოიღო. მეორე ვარიანტი. აბა თქვენთან მესიჯი აქვს თუ გაფრთხილება სამყაროს? აი თქვენთან სამყაროს კი გაფრთხილება აქვს, რომ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს. ძალიან ფიტავთ საკუთარ თავს. არ ეკცევით კარგად საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მენტალურს არ ეკცევით კარგად. მოძებნეთ ეს დასრულდება. სამყარო გეუბნებათ, ეს დასრულდება. მაგრამ საჭიროა ფოკუსი გადაიტანო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გადაიტანე ფოკუსი, ეს უკვე დამთავრდა, ეს ძალიან მალე დამთავრდება. და შენ ძალიან ძლიერი ადგები ამ ყველაფრიდან, ძალიან გაძლიერდები. კიდევ შევავსებ რამდენიმე არკანით. ხება ეს რა გაფრთხილება აქვს სამყაროს. აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. გამოხვალთ გამარჯვებული, გამოხვალთ ტრიუმფატორი, გამოხვალთ ძალიან ძლიერი, თქვენ ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებთ. თუ კი ახლა რაიმე არჩევანის გაკეთება გიჭირთ, ან ხვდებით რომ რაღაცა მძიმე პერიოდში ხართ, გადაიღალეთ, დასვენება გჭირდებათ, გამოფიტული ხართ, არ აქვს მნიშვნელობა რთული რაღაცა პერიოდი გაიარეთ ხომ, იცოდეთ რომ ახლა გაფრთხილებაც არის და მესიჯიც არის თქვენთან. ყველაფერი დასრულდა, ან ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და შენ წინ გელოდება ძალიან დიდი გამარჯვება. შენ წინ გელოდება ძალების აღდგენა, შენ წინ გელოდება ის თუ ახლა რასაც შენ განიცდია, შესაძლოა რაღაც დააკარგე, ხო? იცოდე რომ ათმაგად დაგიბრუნდება, იცოდე რომ ათმაგი წარმატება იქნება, იცოდე რომ ათმაგი ჰარმონია იქნება, ათმაგი კომფორტი იქნება. გამიგეთ ხო? ეს ალბათ უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ თქვენ ეს ძალები და ასე ვთქვათ და პოტენციალი გამოგევლინათ და მაქსიმუმზე წამოგეყვანათ თქვენი შესაძლებლობები, ასე რომ აქ მესიჯიც არის და გაფრთხილებაც. გაფრთხილება არის ის, რომ გაუფრთხილდი შენს თავს, ძალიან გამოფიტე, გჭირდება აღდგენა და მესიჯი არის ის, რომ შენ წინ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამხელა სიხარული, გამარჯვება და საკუთარი თავით ამაყობა ქელის, იმიტომ რომ ძალიან სწორი იქნება იქ, სადაც გადადგამ შენს ნაბიჯებს და რასაც იმოქმედებ.
აი ეს არის მეორე ვარიანტი, თქვენი მესიჯიც და გაფრთხილებაც სამყაროსგან და მესამე ვარიანტი ვნახოთ ახლა. მესიჯია თქვენთან თუ გაფრთხილება, მესამე ვარიანტი წითელი ნიჟარა და თქვენთან ვნახოთ ზომიერება. თქვენთან არის უფრო მესიჯი და მესიჯი არის ასეთი, რომ ყველაფერი უკვე უკან მოგრჩათ. გულისხმობ ყველაფერი ცუდმა უკვე დატოვა თქვენი რეალობა. ის რაც მოხდა, ის აუცილებელი ნაწილი იყო სცენარისა, რომელიც უნდა მომხდარიყო. იმიტომ რომ სხვაგვარად არ იქნებოდით ის, ვინც ახლა ხართ. აი ეს შემიძლია გითხრათ, ნახოთ კიდევ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. კიდევ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. სამყაროს თქვენთვის ის მესიჯი აქვს ჩემო ძვირფასებო, რომ თავარია ისევ არ ჩაბრუნდეთ გაფრთხილება, მესიჯიდან გაფრთხილებაში გადავედით. თავარია ისევ არ ჩაბრუნდე იქ, საიდანაც გამოხვედი. და თქვენ გესაუბრებით და მამალმაც იყივლა, იმიტომ რომ დილის 8-20 წუთია, მე ზოგადად გამთენიისას ვიძინებ, უკვე როდესაც მზე ამოსვლას იწყებს და თქვენთან საუბრის დროს იყივლა მამალმა. ეს ძალიან მაგიურ ამბავს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ გაფრთხილება. შენ ახლა ბალანსში ხარ, მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ ვთქვათ, ისევ ჩაიბრუნო საკუთარი თავი ამ სცენარში და შენ გეუბნებიან იმას, რომ თუ კი კვლავ გექნება იმის იმედი, რომ ჩახტე იგივე რეალობაში, რომელმაც ერთხელ უკვე დაგშალა, გაგანადგურა, ვთქვათ, აყვე ისევ ადამიანს, ანუ გარემოებებს იმ კარგად გამოცდილ თამაში, რომლებშიც თვითონ საკმაოდ ძლიერები არიან და კარგები, მაგრამ თქვენ გაქვთ იმის საშიშროება, რომ ისევ ანკესზე წამოეგოთ, ხო? ეს იქნება მესიჯი თქვენთვის, რომ გაფრთხილება თქვენთვის, რომ საბოლოო ჯამში თქვენგან ენერგია ისევ წავა, თქვენ ისევ მინუსებში იქნებით. ის რაც ვთქვათ, აღიდგინეთ და ბალანსი დაიჭირეთ, ხომ, ისევ დაიწყებს ძირის გამოთხრას, ხო, ეს ყველაფერი და ისევ თქვენი ენერგია წავა. რას გაფრთხილებთ კიდევ სამყარო? გჯეროდეს შენი თავის. გჯეროდეს შენი თავის. გჯეროდეს შენი თავი და არ იჩქარო. არ იჩქარო, იმიტომ რომ არის საშიშროება, რომ ისევ სცენარი განმეორდეს. არის საშიში. თუ შენ ამ სცენარს აიცილებ, შენ საერთოდ სხვა თავგადასავალი გელოდება, სხვა ადამიანთან, სხვა შესაძლებლობები, სხვა ვარიანტები, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ბალანსი შეინარჩუნო და პროვოკაციას არ აყვე. აი ეს არის მესიჯიც და გაფრთხილებას თქვენთვის ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტი. დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. თქვენთან იყო არის და იქნება ნინო და იმედია ყველა თქვენგანმა მიიღეთ ის ინფორმაცია, რაც ჩემგან გჭირდებოდა. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარულით.